ახალგაზრდების დასაქმება, თავისუფალი დროს სწორად განაწილება და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება. ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აწუხებთ. ამ კუთხით არც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანია გამონაკლისი. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა თავშეყრის ადგილებში, ეგრეთ წოდებულ ბირჟაზე დროის უქმად გატარებას, ქალაქში კინოთეატრის არარსებობას და სხვა პრობლემებს უკავშირებს. მაგალითად კინოთეატრი კარგი იქნებოდა კი, ანუ არ არის ეს ადგილები, რომ მაგალითად ახალგაზრდობა გაერთოს და დრო კარგად გაატაროს. რაც უფრო ჯანსაღად ცხოვრობს ახალგაზრდობა, მით უფრო კარგი იქნება. უფრო ლაუნჯი მინდა რომ იყოს ბევრი. არა რესტორანი, როგორც ესეთი ტრადიციული, მინდა რომ ცოტა უფრო ისეთი კაფე-ბარი ცოცხალი მუსიკით დიდი სიამოვნებით. კინოთეატრის ძალიან კარგი იდეაა. ყველას აზრია ერთად რომ გვაკლია თელავში მსგავსი დაწესებულებები. უმეტესად რა ვიცი, ვარჯიში ვატარე, მაგრამ თავისუფალ დროს კარგი იქნება რომ იყოს ან კინოთეატრი უფრო ხშირად იყოს რამე გასართობი ფესტივალი ან რაიმე ასეთი, რომ ახალგაზრდობა გაერთობოდა, მივიდოდა და აღარ გაატარებდა თავისუფალ დროს მაგალითად უაზროდ სოფელში არ იყოს სტადიონი და გვიწევდა სხვა სოფელში სიარული ამის გულისთვის. რადგან ადგილზეა ვიკრიბებით ბიჭები, სპორტსმენები და ვარჯიშობთ. როცა აქ სტადიონი არ იყო, გვიწევდა მაგალითად გვერდზე სოფელში იყალთოში გადასვლა, მაგალითად გულგულაში შესვლა. ძირითადი ვარდისუბნის პრობლემა ის იყო, რომ გვინდოდა მინი სტადიონი, იმის გამო რომ გვიწევდა გვერდზე სოფლებში სიარულიო, იქ თამაში და როგორც იქნა მოხერხდა ეს პრობლემა, მოგვარდა და გაკეთდა ეს სტადიონი, ძირითადად აქ ვიყრით თავს. ვარჯიშობთ უმეტეს დროს აქ ვატარებთ და რა ვიცი თავისუფალ დროსაც ვცდილობთ რომ დავუთმოთ ვარჯიშს რა ახალგაზრდობა დაინტერესებულია ძალიან სპორტით. პირველი პრობლემა სტადიონების შემდეგ რეგიონებში სკვერები, ანუ მაგას მოიხსენიებდი პირველ პრობლემად და მეორე პრობლემა კინოთეატრი თუ იქნებოდა ძალიან კარგი იქნებოდა. ის, რომ თელაվել ახალგაზრდებს დასაქმების პრობლემა აწუხებთ და ქალაქში თავისუფალი დროის გასატარებელ სივრცეს ვერ ნახულობენ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის კოორდინატორიც ადასტურებს. სტუდენტებზე გავამახვილებდი ყურადღებას, ისინი პირველ რიგში ყოველთვის გამოყოფენ დასაქმების პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ არანაირი გამოცდილება, სამუშაო გამოცდილება არ აქვთ, მათ უჭირთ დასაქმება. ეს არის პირველი პრობლემა. მეორე პრობლემა ეს არის, რომ მათ არ აქვთ, ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც საღამოს შეიკრიბებიან, ეს იქნება, არ ვიცი, კინო, ღამის კლუბი თუ რაიმე სხვა ალტერნატიული თავშეყრის საშუალება. მუნიციპალურ პროექტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა გაზრდილია. ამ განცხადებას ადგილობრივი მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი აკეთებს. ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე ხდება პროექტების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა. გვაქვს ახალგაზრდული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა და არა მხოლოდ ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა. გვინდა რომ ის ახალგაზრდები, რომლებსაც აინტერესებთ ხელოვნება და შემოქმედება ზოგადად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩაებნენ საინტერესო ფესტივალში, რომელსაც ეწოდება ასევე ახალგაზრდული სახელოვნებო ფესტივალი, სადაც ახალგაზრდები თავიანთ შემოქმედებას და ხელოვნებას წარმოაჩენენ. ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში ასევე დიდ ინტერესს იწვევს ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა ინტელექტუალური თამაში, რასად როდის და ეტალონი. მისივე თქმით, ნებისმიერი ახალგაზრდული ინიციატივა თუ პროექტი, რომელიც ღირებული იქნება, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თანადაფინანსებას მიიღებს. ყველა საინტერესო ახალგაზრდული ინიციატივა და პროექტი, რომელიც შემოვა მუნიციპალიტეტში, თუ სრულად ვერ თანადაფინანსებით მაინც იქნება მხარდაჭერილი. არის გარკვეული საგანმანათლებლო პროექტები, რომელმაც წინა წლებში ძალიან კარგად იმუშავა და რომელიც ახალგაზრდებში დაინტერესებას იწვევს და წელსაც რასაკვირველია ამ პროექტების მცირე, მაგრამ ბიუჯეტები ჩაიდო ჩვენს 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. ასეთი პროექტი გახლავთ უპირველეს ყოვლისა ინტელექტუალური თამაში რასად როდის, რომელშიც ჩართულია მთლიანი მუნიციპალიტეტი და რომელიც ახალგაზრდებში დიდ დაინტერესებას იწვევს. ამასთანავე მეორე პროექტი, რომელიც მთლიანად საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება, ეს გახლავთ ეტალონი.
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება 50,000 ლარითაა განსაზღვრული.